გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. 27 სექტემბერი ერთ-ერთი მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც დაეცა სოხუმი. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც ყველა ქართველისათვის მოუშუშებელ ტკივილად იქცა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ომი მიმდინარეობდა საქართველოს ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის, რომლებსაც გვერდით ედგნენ რუსეთის სამხედრო ძალები და ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსული მებრძოლები. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტ მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას. თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს. ყველაზე მძიმე დღე იყო 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე. ამ დღეს ქალაქი საბოლოოდ გადავიდა სეპარატისტებისა და მათი მომხრეების ხელში. ომის დროს დაიღუპა ათასობით ადამიანი, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. 200,000-ზე მეტ ქართველს საკუთარი სახლი და მიწა დაატოვებინეს. ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. განსაკუთრებით მძიმე იყო კოდორის ხეობის გავლით დევნილობის გზა, სადაც ასობით ადამიანი დაიღუპა სიცივისა და შიმშილის გამო. ომის შედეგი საქართველოსთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. უამრავი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთი კი დღემდე ვერ დაუბრუნდა საქართველოს. დღეს სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. დაკოდილო ყურო, ხვირი, ვერც ვერასდროს დადუნდები. სისხლიანი გზებით ვივლით, მაგრამ მაინც დავბრუნდებით. იქნებ ჩვენი ნაღდი ძმობის უტყუარი საბუთებით, იქნებ სხვისი თობი გვჯობნის, მაგრამ მაინც დავბრუნდებით. ფრთებს დამსხვრეულს ისევ გავშლით, ძველ ბუდეში ჩავბუძდებით. იქნებ სხივი ჩაქრეს თვალში, მაგრამ მაინც დავბრუნდებით. ლოცვა ჩვენი ცის და მიწის თან დაყვება გამუდმებით. იქნებ ბრძოლით, იქნებ სისხლით, მაგრამ მაინც დავბრუნდებით. კვლავაც მშობლიური მიწის სიმღერებით გავბრუნდებით. ჩქიმი ჯიმა ცოტა გვიჭირს, მაგრამ მაინც დავბრუნდებით.